ეს პრეზიდენტმა ქუთაისში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში ხორციელდება. პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის აქ გადმოტანა ქუთაისისათვის არის იმ უიმედო სიტუაციის გადალახვა, რომელიც ქალაქში იყო 4-5 წლის წინ. ქუთაისისათვის მიმდინარე მშენებლობები მეტი სტიმულის მიმცემი აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. Tachet რომ პარლამენტი თავის გრაფიკს უსწრებს რამდენიმე კვირით და ეს არის მართლაც ისტორიული პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებთ არა მხოლოდ სოფლიოში ყველაზე თანამედროვე საპარლამენტო შენობას და ეს აშენდა კონტროლის პალატა, იუსტიციის სახლი, ახალი ქუთაისის აგერად მთავრობის წარმომადგენლობა, საქართველოსი ახალი ესეთი შუშის კლუბი, მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს არის მთლიანად არის სოციალურ-ფსიქოლოგიის გამოცვლა საქართველოში. პრაქტიკულად ახალ უზარმაზარ ენერგიას მიიღებს საქართველოს, იმიტომ რომ პარლამენტი გამოვა ქუთაისში თავის სოციალური, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. და რა თქმა უნდა ეს ქუთაისისთვის ასევე არის იმ პრაქტიკულად უიმედო სიტუაციის გადალახვა, რომელიც ქუთაისში იყო სულ რაღაც 3-4-5 წლის წინ მაქსიმუმ, როცა მეც ხანდახან ეჭვმეპარებოდა რომ რამე გამოგვივა თუ არა აქ საერთოდ. აქ არის ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, რა თქმა უნდა პარლამენტი ყველაფერს ამას არ უწყობს, მაგრამ ბევრი რაღაცას წყვეტს. საერთოდ ის ტემპი როგორც შენდება საქართველოს მიუხედავად ყველა სირთულისა, ეს არის წარმოუდგენელი. ამას წინათ ჩემი სანდრა იყო კაფეში და გამოლაპარაკე ერთი ჰოლანდიელი ტურისტი. და თქვა რომ რა კაი ქვეყანაა საქართველოს, იქ რა ქვია ხალხია ძალიან კარგი, სახში გვიპატიჟებენ, უფასოდ გვაჭმევენ, პატრონმა მაშინ ცხელოდა და ქუჩაში დაგვირიგა წყლები, დაგვალევია, მაგრამ პრობლემა აქვს ერთი ამ ქვეყანას, რომ ძალიან უცნაური პრეზიდენტი ყავს. ამ კაცს ამ რაღაც საბავშვო როლს ჩახატა თავისთვის რაღაც სულელური ჩანახატებიო და ამიტომ აი ბათუმი და ქუთაისი არის საშინელი ქალაქები. რატო? იმიტომ რომ ეს არ არის საქართველო, ეს არის იმის უცნაური ფანტაზიების პირდაპირ შედეგია. ესე იგი ჩახატაო მე მოიგონეს და აი ახლა მაგალითად ქუთაისში არის ველოსიპედის გზაო, არც ერთი ველოსიპედისტი არ დადეს. და ეს არის ეს twin კაცი გონებაში გონებრივად შორს დასული არ იყო, მაგრამ საერთოდ ეს ცოტა ის კეთმაღლობა ზოგიერთ უცხოელსაც ახასიათებს, რომ გონიათ რომ ჩვენ რომ კარგი და მაგარი შეიძლება იყოს მარტო ჰოლანდიაში, საფრანგეთში, იტალიაში და აქ ჩვენ როგორც ვიყავით, ტალახში როგორც ვიჯექით, ისე უნდა ვიყოთ ტალახში, ხანდახან ჩამოვიდეს, შეგვიცოდები, რა კაი ხალხია, ტალახში სიხართ და ოღონდ უფასოდად გვაჭმევთ, გვიღიმით, ეგ არის პოლიცია ყავთ კარგი, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ ველოსიპედის საიდან იქნება თუ ველოსიპედის გზა არ გააკეთეთ ჩვენ. და ის პატრულიც რომ მაგარია, სახელმწიფო აპარატი რომ ფუნქციონირებს, სწორედ ის არის ქვეყანა შენდება და ამის გამო არის. და ერთ ადგილზე არ ვდგევართ და სულ ვიმყოფებით მოძრაობაში. მაგრამ ნახავთ, ჰოლანდიასაც დავეწევით და ყველა სხვასაც და გადავუსწრებთ კიდევაც. და ის მას ყველა უნდა შეეგუოს. რა თქმა უნდა, დრო დაგჭირდება, მოთბილება დაგჭირდება, მაგრამ დღეს ქუთაისში ხსნით ველოსიპედის გზა კი არ არის უბრალოდ ფუნდამენტური რეკონსტრუქცია იწყება ცენტრის, აქ არის ესე იგი ძირითადად თავარი მოედანი ქუთაისის თვიად იცვლება, ზემოთ ბაგრატი დაიდგმება ძალიან ლამაზად, გამწვალების დიდი პროცესი მიდის ქუთაისში და სიმწვალე მე ვფიქრობ ბევრად 5-6 მეტი სიმწვალე უნდა იყოს ამ ქალაქში და იმ ადგილას სადაც იყო ყველაზე უფრო მიტოვებული კვარტალები, როგორც არის ეს მაგალითად ავტოკარხნის დასახლება, თუნდაც აღმაშენებლის პროსპექტი, იქ ხალხმა უნდა გამოიხედოს თვალებში. მარტო პალმებით და ველოსიპედის გზით ეს არ მოხდება, საჭიროა თავარი რამ სამუშაო ადგილები, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირი. რამდენად ლამაზია ქალაქი, იმის მიხედვით ედება ინვესტიციები. რამდენი ინვესტიციაც იდება, იმდენი სამუშაო ადგილი ჩნდება. რამდენად აქ არის პერსპექტივა, რომ ქალაქს ყოველს მომავალი და ეს პარლამენტს სწორედ ასაკეთებს, იმდენად მეტი სტიმული ჩნდება, რომ აქ წარმოება განვითარდეს, ბიზნესი განვითარდეს, სერვისები განვითარდეს და ერთ სიტყვით ადამიანები ცხოვრობდნენ უკეთესად. და პრეზიდენტის ქუთაისში ვიზიტის დეტალებზე ლელა ციკლაური ისაუბრებს უფრო დაწვრილებით ქუთაისიდან. ლელა, გისმენთ. დიახ, როგორც უკვე პრეზიდენტის კომენტარიდან მოისმინეთ, ის ქუთაისში ჩამოვიდა მშენებარე ობიექტების დასათვალიერებლად. მან პირველად მოინახულა სწორედ პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც 2012 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა მისი ვიზიტი ქუთაისში დასრულდა საკმაოდ ექსტრემალური ტურით. მან გახსნა ახალი ველოტური, რომელიც მდებარეობს ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე. 3 კილომეტრი მან თავის მეუღლესთან, პირველ ლედისთან, სანდრა ლულოვსთან და საკუთარ შვილთან ერთად ველოსიპედით გაიარა.
გზაში ხალხის ოვაციები იყო, მას მოყვებოდნენ ველოსიპედისტები, ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა ამ გამზირზე. როგორც იცით, ეს არის მთლიანობაში ჯერჯერობით 6 კილომეტრიანი მონაკვეთი დავით აღმაშენებლის გამზირზე, თუმცა იგეგმება, რომ სულ 40 კილომეტრიანი ველო ბილიკი გაკეთდეს. მთლიანად ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავით აღმაშენებლის გამზირზე დაჯდა 2.200.000 ლარი, თუმცა აქ მხოლოდ ველო ბილიკი არ არის, მის პარალელურად არის ფეხით მოსიარულეთათვის ფილაქნებიანი ბილიკი, საკმაოდ ლამაზი დეკორატიული გარე განათებები და სკვერი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ააშენა ამ გამზირზე. სტარტი აიღო, როგორც გითხარით, სწორედ და მიხეილ სააკაშვილმა გახსნა ველობილიკი, რომელიც თავად ოჯახთან ერთად გაიარა. პირველი კომენტარიც სტარტთან გააკეთა. კეთრო ამასიდან კლიპი გადის უბრალოდ ამ დღეებში გავუყურებდი მეც კლიპი გადის ქუთაისზე ტელევიზორში და ალბათ პირველი რეაქცია ყველას მეც ის კლიპი ნახა მე არა იმიტომ რომ მე ვცნობ ამ ქალაქს და ქუთაისელებს ვცნობ მაგრამ თქვა თბილისელებს ან ზუგდიდელებს ალებისფერ სხვას ან უცხოი წასულ ქართველებს აი რომ ეს რომელი ქვეყანა სად არის და მე ბოლოს რო იწერა მე მიყვარს ქუთაისი შეიძლება ყველამ პირი გააღვს და ეხლა რა თქმა უნდა ჯერჯერობით ჩვენ არც ისე ხავერდოვანი ცხოვრება გვაქვს როგორც უბრალოდ ამ პალმის ბულვარებში შესაძლებლობა და არა გვაქვს ისე ცხოვრების დონე მაგრამ საიდანაც ხოდა დავიწყოთ ხო შეიძლება ჩამოძორდეთ ჩამოხეური ჩამონგრეულ ქალაქს უყუროთ უნდა გამოვკაჭოთ უნდა ქუჩა იყოს განათებული უნდა სკოლები იყოს ისეთი როგორც ჰოლანდიაში უნდა ახალი საწარმოები გაიქცეს როგორც არის თანამედროვე და მე ამას მიყვება ყველაფერი დარჩები გარშემო მთლიანად ამ ინფრასტრუქტურას, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირზე გაშენდა, კოორდინირებას უწევდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სკვერი კი როგორც უკვე გითხარით ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გააშენა. პრეზიდენტმა კი განცხადებაში თქვა, რომ ეს არის ევროსტილი. ქუთაისის გამშვენიერება, გალამაზება კი ეს არის დამატებითი ინვესტიციები, დამატებითი სამუშაო ადგილები, ეს არის გარღვევა უიმედობის თქვა მიხეილ სააკაშვილმა და როგორც უკვე გითხარით დამატებითი ინვესტიციები ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში კონკრეტულად, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა ამ ქვეყნის მეორე დედაქალაქად შექმნის კიდევ დამატებით დასაქმებას და ვაკანსიებს. ფინიშთანაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი და ამას კიდევ გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. კეთება თბილისის გარშემო და დიღომში კეთება 30 კილომეტრი თბილისის გარშემო დაახლოებით 35 კილომეტრი სამეგრელოში ვაკეთებთ დაახლოებით 200 კილომეტრს კახეთში ვაკეთებთ რამდენიმე ადგილზე ერთ სიტყვით ეს ველოსიპედი ასევე არის ევროპული ცხოვრების წესის დანიშნული განაყოფილი ნაწილი და ძალიან საკეთ ცხოვრების წესი ეს ასია და ხო თითქოს პატარა დეტალია მაგრამ ყველანი ამ ძალიან საკეთ ცხოვრების წესს დაწყებული ჩემი და დამთავრებული აგერ ლაშები ველოსიპედი ჯექი მოგიშა მოგშიყო დაწყებული დამთავრებული გუბერნატორები ჩვენი ადგილობრივი მერები გამგებლები და საერთოდ ყველა ცნობილი ადამიანი უნდა უწევდეს ამას და სხვა ჩვენს ქუთაისში ეს ყველაზე მაგრად დაიმეჯება იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მაგარი ევროპა ერთ-ერთი ევროპაში 40 კილომეტრიანი გვექნება 40 გექნებათ ხო 40 კილომეტრი ესე თქვენთან 30 ზუგდიდში ბათუმის საბოლოო ჯამში ავაცავთ 50-60 ანაკლია და დანარჩენი სამეგრელო სადღაც კიდევ 200 კილომეტრი ასე რომ ბევრი იქნება და ბავშვების გულის გასაღა არა მხოლოდ ბავშვები დიდებისაც იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მაგეთ გაიარეთ სამტრედია შაბაშაში მიხედავთ რომ არ არის ესეთი გზები ძალიან ბევრი დანისაბოლოსმეტებით ხო დიახ, მე ამ წუთებში ვხედავ, რომ აი განათებულ ველობილიკზე ამ წუთებში ცეირნობენ ადგილობრივები, ბავშვები უმეტესწილად, როგორც პრეზიდენტისგან თავად მოისმინეთ, საქართველოს დიდ ქალაქებში გაკეთდება მსგავსი ველობილიკები, თუმცა არ იქნება ესეთი პატარა, იქნება ქუთაისში კონკრეტულად 40 კილომეტრიანი ველობილიკი და დანარჩენ ქალაქებშიც, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.